მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მოხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. ავსტრიულ კორნეს ინფორმაციით შესაძლოა ოთარ კიტეიშვილმა კარიერა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს. ქართველი ფეხბურთელი რამდენიმე კლუბს შესთავაზეს. მიზანი ტოპ ლიგაში ტრანსფერია. კიტეიშვილის მიმართ ინტერესი ბარნელიმ, სანდერლენდმა და ლიდს იუნაიტედმა გამოხატეს. აღნიშნული გუნდები პრემიერ ლიგაში ამ სეზონში აქცევდნენ და შემდგომ სეზონში ელიტაში ითამაშებენ. ამ სამი გუნდიდან კი ყველაზე მეტად ბრალნი აქტიურობს. 29 წლის კიტეიშვილი, რომელიც 2018 წლიდან შტუნგში თამაშობს, ბოლო ორ სეზონში ავსტრიის ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ავსტრიის ბუნდესლიგის 24-25 წლების სეზონში კიტემ 32 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. ჩემპიონატის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. ეს კი მისი პირადი რეკორდია. 2008-2009 წლების სეზონში ზურაბ ხიზანიშვილმა ბლექბერნის მაისურით პრემიერ ლიგაში ბოლო სეზონი ჩაატარა. მას შემდგომ ინგლისის ელიტარულ ლიგაში ქართულს არ უთამაშია. თუმცა შესაძლოა შემდეგ სეზონში იქ სამი ქართველი ვიხილოთ. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია. კიტეიშვილის გარდა პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესს ჩაკვეტაძის მიმართაც იჩენენ. გიორგი ჩაკვეტაძემ უოტფორდის მაისურით ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და კრაზანების ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ქართველი ნახევარმცველის კარგი თამაში ევროპულ კლუბებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ და ჩაკვეს რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა. თურქული პრესის მიხედვით ერთ-ერთი კლუბი, რომელსაც გიორგის გადაბირება სურდა, ტრაბზონსპორი გახდათ. შავი ზღვის შტორმის ხელმძღვანელებმა კონკრეტული ნაბიჯი გადადგეს და ჩაკვეტაძეს წარმომადგენლებსა და უოტფორდს დაუკავშირდნენ, თუმცა არაფერი გამოუვიდათ. ტრაბზონული გაზეთის კუზაევისკის ინფორმაციით ქართულმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბში გადასვლაზე უარი განაცხადა. როგორც კუზაევსკი წერს, ჩაკვემ მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონის შემდგომ კარიერის თურქეთის ჩემპიონატში გაგრძელება არ ისურვა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს უოტფორდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 9 მილიონი ევროა. გიორგის პრემიერ ლიგის კლუბები აკვირდებიან და სხვადასხვა დროს ჩაკვე ვულს, ებერტონსა და ლესტერს დაუკავშირეს. საბა გოგლიშვილი სერია B-ში გავარდნენ ემპოლის დატოვებს. ამის შესახებ იტალიური გამოცემა ემპოლი ჩანელი წერს. გამოცემის ინფორმაციით ახალგაზრდა ქართველი მცველი ზაფხულში კლუბს შეიცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ტოსკანურ კლუბს მისდათ აქვს დასახული მომდევნო სეზონში სერიაში დაბრუნება, დიდი ალბათობით გუნდს არაერთი ფეხბურთელი დატოვებს. კერძოდ გამოცემა წერს, რომ ემპოლი ვერ შეინარჩუნებს ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც სერიაში თამაში სურთ და შესაბამის დონესაც აკმაყოფილებენ. ასეთებს შორის არიან ლუკა მარიანუჩი, ტინო ანჯორინი და ჯაკაპო ფაციანი. რაც შეეხება საბა გოგლიჩიძეს, ემპოლი ჩანელის ცნობით საბა იუვენტუსში გადასვლასთან აახლო. ასევე მას აკვირდება რომა და ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდები. აღსანიშნავია ისიც, რომ გოგლიჩიძეს ანჯორინისა და ფაცინიოს საერთო აგენტი ყავთ. სოფიზის გოგლიჩიძემ იტალიაში გადასვლიდან პირველივე სრულ სეზონში ემპოლის მაისურით სერიაში 33 მატჩი ჩაატარა და ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელ წევრად იქცა. UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელშიც ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე საუბრობს. თუ იმ ყველაფერს გავაანალიზებს, რაც ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში მოხდა, ვიგრობს ეშანიშნავი ტრილერიან საშინელებათა ფილმი გამოვიდოდა, რადგან თითქმის ყველაფერი მოხდა. ლიგის ფაზის ყველა თამაში განსაკუთრებით საშინაო თამაშებში უკეთეს შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს უბრალოდ არ მომხდარა და ფინიში ასეთი იყო. ფინიშები თითქმის სასაცილო იყო. ძალიან იშვიათია ასეთი დონის გუნდის ნახვა ასეთი დაბალი შედეგიანობით. ცხრილი ერთ რამეზე მეტყველებდა. ჩვენ კი საერთოდ სხვა რამეს ვგრძნობდით. ვგრძნობდით, რომ გუნდი ბევრ რამეს კარგად აკეთებდა. როგორც კი ჩვენი სეზონი შედარებით დაწყნარდა და კარის წინ სიმკვეთრე აღვადგინეთ, ვფიქრობ გუნდმა ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. გავაგრძელეთ გაუმჯობესება, გავიზარდეთ და ახლა ფინალში ვართ. მიღწეული შედეგით უნდა ვიამაყოთ. თუმცა საქმე ბოლომდე გვაქვს მისაყვანი, რადგან ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერა. სეზონის მეორე ნახევარში თანმიმდევრულები ვიყავით ჩვენი თამაშის სტილის, მომზადებისა და თამაშის მოგების სურვილის თვალსაზრისით.
თუ სტატისტიკას გადახედავთ და ინახავთ გუნდს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მეტოქესჯობდა, მეტ შანსს ქმნიდა და ნაკლებ გოლს უშვებდა. გუნდის ცვლილებები და ევოლუცია აშკარაა. ჩვენი მიზანი იყო თანდათანობით შევექმნა რაღაც განსხვავებული, რაღაც განსაკუთრებული, ისეთი რამ რაც მოთამაშეებს მიიზიდავდა და პარიზში ჩამოსვლის სურვილს გაუჩენდა. სწორი ტრანსფერები უნდა გაგვეკეთებინა. ჯეროდა იმ მოთამაშეების პროფილის, რომლებსაც ვეძებდით, როგორებიც იყვნენ პაჩო, კვარა, ნევეში, დუე და სხვები. ასევე აკადემიის მოთამაშეებიც. ყველა მათგანი ძალიან გვეხმარება. ჯერა რომ ეს ფეხბურთელები ფინალის ემოციებს იმსახურებენ. პარიზელთა გულშემატკივრები და თავად კლუბი იმსახურებს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ. არ ვიცი მოხდება თუ არა ეს 31 მაისს, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ამ 10 წლეულში პარიზი ერთზე მეტ ჩემპიონთა ლიგის ტიტულს მოიგებს. მზად ვართ ეს თქვა მაშინაც კი თუ მწვრთნელი აღარ ვიქნები, რათა ვაჩვენო რომ ამას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიზახი. იმედია ჩვენ პირველები ვიქნებით, ვინც ისტორიას აწერს, რადგან სწორედ ეს იყო ჩვენი მოტივაცია პარიზში ფეხის დადგმის პირველივე წუთიდან. როდესაც ფინალში ერთი გოლი გადის, შემდგომ ჩამორჩენილი გუნდი ჩვეულებრივზე მეტად გარისკავს, რაც მთლიანად ცვლის თავდაპირველ დასახულ სტრატეგიას. ის ყოველთვის იცვლება. ეს იქნება გახსნილი ფინალი, სადაც ჩანსები ორივე გუნდს ექნება და გოლის გატანა ორივეს შეუძლია. შედეგი ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად ისე როგორც ინტერისა და ბარსელონას მატჩი მოხდა. ინტერი ჩვენზე გამოსცილი გუნდია. ფინალში 2 წლის წინ ითამაშეს. გამოსცილი გუნდია. შესანეშავი მწვრთნელით, რომელმაც უკვე იცის როგორია ასეთი მატჩების თამაში. თანაც იმ გუნდით, რომელიც ბურთს კარგად ფლობს და თავსაც ძალიან კარგად იცავს. ეჯგვარშია რომ მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრა დაიმსახურეს. კვარასთან დაკავშირებით შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. საბედნიეროდ სერიოზული არაფერია. თასის ფინალში მოთელვის შემდგომ თავი ცუდად იგრძნო. გარისკვა არ გვინდოდა და სახლში წასვლის უფლება მივესით. დღეს ივარჯიშებს და მომავალი შაბათისთვის მზად იქნება. გარდა ენრიკეს ამოახლოებულ ფინალზე ინტერის მწვრთნელებმაც ისაუბრა. ინტერის თითოეული წევრი ამაყია ბოლო წლებში მიღებული შედეგის გამო. ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალის თამაში არის იმ მუხლშახრობილი შრომისა და უდიდესი მსხვერპლის შედეგი, რისი გაღებაც მოგვიწია. ეს საერთო წარმატება, რომელშიც სამწვრთნელო შტაბის წევრები, ფეხბურთელები, კლუბის პერსონალი და თითოეული გულშემატკივარი მონაწილეობდა. Manchester City-სთან 2 წლის წინანდელი ფინალი კარგად გვახსოვს და ეს მშვენიერი გაკვეთილი იქნება. ვფიქრობ რომ იმ მატჩი მინიმუმ დამატებით დროს ვიმსახურებდით. თუმცა არა უშავს. ნამდვილი ჩემპიონები შესწომებზე სწავლით ადიან უმაღლეს მწვერვალზე. წლევანდელ ფინალში მოსახვედრად ურთულესი გზა გავიარეთ. ყველაზე მეტად რა თქმა უნდა ბარსელონასთან ნახევარფინალები დამამახსოვრდა. მაგრამ მერწმუნეთ, ბაიერნის ტურნირიდან გამოთიშასაც არანაკლები ენერგია შევალიეთ, რადგან მიუხენელებს ფიზიკურად მძლავრი და კარგად ორგანიზებული გუნდი ყავდათ. მოკლედ უკანასკნელი 4 შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი ინტენსივობის ჰქონდა და ჩემი ფეხბურთელები ქებას ნამდვილად იმსახურებენ. პარი სენ-ჟერმენი ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც ლუის ენრიკეს სახით დიდებული მთავარი მწვრთნელი უდგას სათავეში. ეს არის ნიჭიერი ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული კლუბი, რის გამოც იდეალური ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავიმარჯვებთ. ვაფასებთ მეტოქეს, თუმცა მათი შიში ოდნავ არ გვაქვს. ლიგის ფინალზე და ქართულ შემტევზე ინტერის მცველმა დუფრისმაც ისაუბრა. სკუდეტოს ვერ მოგების მიუხედავად ფეხბურთელები ენერგიულად ვართ და ყველამ ბევრი ვიმუშავეთ, რათა აქ მოვსულიყავით. მოტივირებულნი ვართ, სიამაყის გრძნობა გვაქვს და უნდა გავიმარჯვოთ. კვარაცხელია ხუჭა ტექნიკურად ძლიერი და განსაკუთრებული ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ მარტივი არ იქნება, მაგრამ ინტერი ინტერია. შეგახსენებთ რომ ნეაპოლში ყოფნისას კვარაცხელიას ნერაძურის წინააღმდეგ 6 ჯერ უთამაშია. 5 ჯერ სერია ასიგიდით. ერთხელ კი იტალიის სუპერთასზე. ქართველი ფეხბურთელის ყოფილმა გუნდმა 1 თამაში მოიგო, 2 ფრედი თამაშა, 3 წააგო. თავად ხუჭას კი ინტერთან საგოლე მოქმედება არ ჰქონია. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.